კარგი, დავიწყოთ. მოგესალმებით, მეგობრებო, მეთევზეებო, ფიდერმენებო, სპორტსმენებო. გადავწყვიტეთ გავუკეთებინა პოდკასტი. ეს არის სატესტო პირველი გადაცემა. იმედი გვაქვს, რომ გამოგვივა სამომავლოდ მოტივაცია გქონდეს და გავაგრძელოთ მსგავსი ხო ისინი ყოფია პოდკასტები, თორემ ცოტა ისე ვართ, დაძაბულები ვართ, იმიტომ რომ პირველი გადაცემა ჩვენი და თან არტურამ გუნდები დაანონსა და დაძაბულები ვართ, რა ცოტა. ორი დაგდობა. 5 კაცის ნაცვლად 13 კაცი მონაწილეობს და ცოტა ხვალ მაინც კი. ვენა რომ მოყარულე მოვიყვანი. საინტერესო სამომავლოდ ვეცდებით დავხვეწოთ, რა ვიცი, დღეს იმედი გვაქვს რომ რაღაცა გამოგვივა და ნახოთ შეფასებებსაც მივიღებთ თქვენგან, შენიშვნებსაც, თუ რა იქნება რჩევები, ასე შემდეგ, რა ვიცი, რა იქნება პრობლემა, მივიღებთ. დავხვეწავთ. მაგერ შემოვიდა YouTube-ზე ჯობიაო, მომავალში უნდა დავტესტოთ. ეხლა ჩვენი დღევანდელი გადაცემის მიზანი რა არის? ჩვენი მიზანი არის პირველ რიგში, რომ რაღაცნაირად სპორტსმენებამდე და დამწყებებამდე მივიდეთ, მივაწვდინოთ ხმა და ეს პლატფორმა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი სპორტსმენი მოვიზიდოთ სპორტულ თევზაობაში. პირველ რიგში გვინდა, რომ ხაზი გაუსვათ საქართველოს თასის პლატფორმას, რომელიც წელს არის რაღაც განსხვავებული სახით. ამ შემთხვევაში გვაქვს საინტერესო იმ კუთხით, რომ როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური ფორმატით შეუძლია მონაწილეობა მსურველებს. გუნდურ ფორმატში სამკაციანი გუნდები არის და შესაბამისად ეს გუნდებში მონაწილე სპორტსმენები როგორც ინდივიდუალურ რეიტინგში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე გუნდურში. ასევე თუ შედეგს დადებენ, ფულად ჯილდოებიც იქნება როგორც გუნდში, ისევე ინდივიდუალურში. რაც შეეხება ინდივიდუალურს, ამ შემთხვევაში თუ ვინმე გუნდის შეკვრის პრობლემა აქვს, ვერ კრავს გუნდს, ან ზოგადად არ უნდა გუნდში ყოფნა და უნდა ინდივიდუალურად თავის შესაძლებლობები დაამტკიცოს, შეუძლია რომ ინდივიდუალურად მიიღოს საქართველოს თასის ფორმატში მონაწილეობა და მხოლოდ ექნება შესაბამისად გუნდურში რადგან არ არის, ექნება მხოლოდ ინდივიდუალური რეიტინგი და ესეც არ არის პრობლემა, რა თქმა უნდა, აქაც იქნება ფულადი ჯილდოები თუ შედეგს დადებს. გვექნება სამტურიანი, შეზღუდული არ არის ანუ ვინ კუთხით თუ რაღაცა მანამდე გამოცდილება უნდა ქონდეს, სპორტული გამოცდილება. ამ ეტაპზე დარეგისტრირებული არის 35 სპორტსმენი, აქედან თუ არ ვცდები 3 თუ 4 ინდივიდუალური სპორტსმენია, დანარჩენი გუნდებია. რა ვიცი, დავამატებთ რამე ხო არ გამოჩნდა, სამოყვარულოს გვაქვს პარალელი. ანუ ეს ისე მოკლე მოგესალმებით ყველას. ანუ ეს უფრო მოკლე შინაარსი იყო ამ თასის ფორმატის, მაგრამ რომ გავშალოთ ჯობია მე მგონი, იმიტომ რომ საკმაოდ ერთი შეკითხვა შემოვიდა კიდევაც და ზოგადად შეიძლება ყველამ ვერ გაიგო ამ ფორმატის არსი, მიზანი და საერთოდ რატო შევქმნით, ხო? პირველ რიგში ალბათ უნდა დავიწყოთ ფედერაციის გამოწვევებით, ამ მიმართულებით რა არის. ბოლო წლებში ესეთი მოსაზრება იყო, რომ ასე ვთქვათ, საქართველოს ჩემპიონატში იხარშებიან სპორტსმენები მხოლოდ და გარშემო არსად არ ვიხედებით და ძალიან რთული, ასე ვთქვათ, მისაღწევები გავხდით ჩვეულებრივი მეთევზეებისთვის ან დამწყები სპორტსმენებისთვის, რომ ამ სპორტში შემოვიდნენ, ხო? მით უმეტეს, როცა ჩვენ გადავედით 5 კაციან გუნდებზე, კიდევ უფრო გართულდა ეს ამბავი ბევრისთვის, ხო? შესაბამისად, წელს ბევრი ვიფიქრეთ, შარშან თასი ცოტა სხვა ფორმატში ჩავატარეთ და სიმართლე გითხრათ, ლამის ჩავარდა ის ფორმატი ფაქტურად ტანდემებზე გადავედით. ხო, ბოლო მომენტში რაღაცა მოგვიწია, ასე ვთქვათ, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ფორმატის შეცვლა და მეტნაკლებად გაამართლა ვისი ამოვნეთ. მე პირადად საინტერესო იყო და წელს ბევრი ვიფიქრეთ, რა შეიძლება გაკეთებულიყო იმ მიმართულებით, რომ ყველა მსურველისთვის მოგვერქვა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს 3 მიმართულება ძირითადი. ეს არის გუნდური შეჯიბრი, ეს არის ინდივიდუალური, შეიძლება ჩავთოთ თქვა კომერციული და სამოყვარულო 4. აი სხვადასხვა მეთევზეებს სხვადასხვა ინტერესები აქვთ ხოლმე. ზოგს მაგალითად არ უნდა გუნდურ შეჯიბრში ასპარეზობა და უჩევნია ინდივიდუალურად გამოვიდეს.
ზოგს ურჩევნია მაშინ გამოვიდეს, როცა რაღაცა პრიზები არის, ზოგი საერთოდ მოყვარულია და არ უნდა მაგალითად შერკინება გამოცდილ სპორტსმენებთან და ურჩევნია რომ ზონაში ყავდეს მხოლოდ თავისი დონის იგივე დამწყები სპორტსმენი და არის ხალხი, ვისაც უნდა გუნდურში მოსინჯოს ძალები, უბრალოდ ხუთკაციანი გუნდების ჩამოყალიბება შედარებით რთულია და ეგრევე საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა რთულია, მით უმეტეს ორდღიანი არის თავისი ვარჯიშებით, 4-ტურიანი, მოგეხსენებათ საკმაოდ ისეთი დამხამწველი არის და ყველას არ შეუძლია, მით უმეტეს თუ თავისუფალი დღეები არ აქვს შაბათები. ამიტომ მოთხოვნა არის ხოლმე ერთდღიანი შედარებით მარტივი გასაგები ფორმატი და თან მაქსიმალურად ყველაზე მორგებული რომ ყოფილიყო. მოვედით ამ ფორმატამდე. ანუ ჩვენ დავწიეთ გუნდების, ასე ვთქვათ, გუნდში სპორტსმენების რაოდენობის ბარიერი და თაზზე შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ გუნდურში გამოსვლა, სამკაციანი გუნდებით გამოვიდნენ, აგრეთვე გვაქვს, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურად მოასპარეზე სპორტსმენებისთვის დაშვება, ვინც გუნდებში გამოდის, იმათ ერთადერთი პირატესობა ის ექნებათ, რომ ინდივიდუალურშიც მოსინჯავენ თავის ძალებს და გუნდურშიც მოსინჯავენ. ანუ თითოეული სპორტსმენი, რომელიც გუნდში გამოდის, აგრეთვე ინდივიდუალური რეიტინგით და შედეგით იქნება და შესაბამისად ამ ინდივიდუალურში ფაქტიურად ყველა შეეჯიბრება. ანუ ამის პრობლემა არ ექნება, მაგრამ პარალელურად შეუძლია მოსინჯოს თავის ძალები, რაღაცა ტაქტიკები, აი ეს შეთამაშება გუნდური, რაც ჩვენი აზრით, ვინც ამ სპორტში დიდი ხანი ვართ, ეს არის უპირატესი და ერთ-ერთი საუკეთესო გზა მალე გაიზარდოს სპორტსმენი. თუ გამოცდილებას სხვასთან არ აზიარებ, არ ცვლის შეცდომებს, არ აანალიზებ, ხო, მარტო კაცი ჭამაშიც კი ცოდნა სპორტში მით უმეტეს, ხო, ყველა არ არის ეს გამონათქვამი. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ურჩევთ კიდევაც და უბიძგებთ კიდევაც, რომ სპორტსმენები ჩაებან გუნდებში და იქიდან მიიღონ ეს გამოცდილება, ხო? პრაქტიკაში გვაქვს არტურ, ანუ გასულ წლებში თასის მონაწილეები თითქმის ყოველ წელს 2-3-4 სურველი შემოვიდოდა, ჩაეწერებოდა, შეიძლება პირველი 2 ტური ჩაეტარებინოს, რო ნახავდა რომ შედეგს ვერ დებდა, ინდივიდუალურ შემთხვევაში გულისხმობ, რა თქმა უნდა, მანამდე გუნდური არ ქონდა თასი, ტოვებდა, გადიოდა ტურნირიდან რა და შემდეგ წელს უკვე ვეღარ ვხედავდით. ხო, ესეც პრობლემა იყო პრინციპში. ხო, და აი ამ ეტაპზე ხა ძალიან კარგი არის და მნიშვნელოვანი, რომ გუნდებთან, აქტიურ გუნდებთან, არსებულ გუნდებთან შეუძლიათ თვითონაც ჩეკან გუნდი და გუნდურად იმუშაონ. აქ უკვე თავიანთ თვითონაც ვითარდებიან რა და ამ კუთხით უკვე გუნდიც აკავებს რა ამ სპორტსმენს, რომ ანუ შედეგი ვერ დადო, გული წყდება, მიდის, ეხლა ალბათ აღარ წავა, ხო რა. ხო, ნუ საერთოდ ეხლა უმრავლესობა ეხლა ვინც გვისმენს, ალბათ იცის რაშიც მდგომარეობს ამ სპორტის არსი, ხო? ეს არის გუნდური სპორტი უპირველეს ყოვლისა და საერთოდ ინდივიდუალურად ვერსად სერიოზულ შეჯიბრზე ვერც გახვალ, ანუ მე ვგულისხმობ ფიფსეთის მსოფლიო ჩემპიონატები საერთოდ პირდაპირ წერია, რომ ინდივიდუალურად ხო ეს კომერციულში სადღაც შეიძლება, მაგრამ ანუ ამ სპორტის არსი არის გუნდური, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველთვის მაგ მიმართულებას მივცეთ უპირატესობა და შესაბამისად იმ ადამიანებს მაგალითად რომელსაც მოტივაცია უყდებოდა თქვა პირველ დამწყებია მოვიდა პირველ ტურში რაღაც არაფერი არ გამოუვიდა მნიშვნელოვანი და მესამე ტურში აღარ გამოვალ რაღა მინდა ხო იყო ესეთი შემთხვევები უმრავლესობა უკვე რაღაც დარჩენილი ვიყავით ხო და ბოლო ტურში მცირდებოდა და ტურნირი ისეთი საინტერესო სანახაობრივიც აღარ ხდებოდა და გუნდი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მიზეზია, ასე ვთქვათ, სამოტივაციო, ვთქვათ, პირაჩი თუ არა გაქვს რაღაცა შედეგი, გუნდის გამო მაინც ბოლო ტურებშიც გამოხვალ და მიიღებ მონაწილეობას და ამასთან ერთად მიიღებ იმ გამოცდილებასაც, შეიძლება გუნდური კაი შედეგი დატო. ასე რომ ერთი მიმართულება ამ ახალი თასის ფორმატის ის არის, რომ გუნდური იქნება და თუ არ ვწდები უკვე 10 გუნდი დარეგისტრირდა და ესეც მაჩვენებელია რომ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ამ ფორმატმა და ხალხს სურს გუნდურში მონაწილეობა. მეორე მიმართულება ეს არის ინდივიდუალური სპორტსმენები, ანუ ჩვენ არ გვინდოდა არც ერთი სპორტსმენის დაკარგვა საქართველოს თასის ფორმატის ფარგლებში, ამიტომ დავუშვით აბსოლუტურად ყველა მიმართულება. თუ ვერ
პოულობს გუნდს სპორტსმენი ან რაღაცა მიზეზების გამო არ სურს გუნდში მონაწილეობა მარტოს უნდა გამოსინჯოს ძალები საქართველოს თასზე მაგის საშუალება არის რა თქმა უნდა მცირედი შეიძლება კონკრეტულ ზონებს უპირატესობა მიეცეს ამის გამო ამიტომ არ არის ხოლმე საქართველოს ჩემპიონატში ან დიდ შეჯიბრებებში ინდივიდუალურად სპორტსმენების დაშვება იმიტომ რომ იმ ზონაში სადაც თუ ვთქვათ აი ზონების მიხედვით ჩვენ ახლა სამი ზონა გვექნება და ინდივიდუალური სპორტსმენი არ იყო სამისჯერადი რაოდენობის რომ თანაბრად გადანაწილდეს თითოეულ ზონაში შეიძლება შეგვექმნას სიტუაცია სადაც რომელიღაც ზონაში ნაკლები ადამიანი ზის შესაბამისად ნაკლები კონკურენტია და ვიღაცას უპირატესობა აქვს ამ კუთხით ქულების ამბავში ეგ ახლა საქართველოს თასზე ჩვენ მივიჩნიეთ რომ ეს ბევრად უფრო ნაკლები პრობლემაა ვიდრე თქვათ ვიღაცას არ მივცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღოს ამ შეჯიბრში ამიტომ დაუშვით ესეთი რამე და იმედია ანუ ეს ტურნირი არის შესაძლებლობა დამწყებებისთვის რა და შესაძლებლობა შანსი უნდა მივცეთ და ანუ თან კომერციული ტურნირია და ამითი არ უნდა შევზღუდოთ ხო შესაძლებლობა ხო ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და პრინციპში გამოხმაურება ქონდა ინდივიდუალურშიც გამოდიან ანუ თუ ხელმისაწვდომობის კუთხით საუბრობთ რა ყველასთვის ხელმისაწვდომია ადვილად მოსახვედრია, შეგიძლია გუნდურად გამოხვიდე, შეგიძლია ინდივიდუალურად გამოვიდე. ნუ კიდე ბევრი უპირატესობაა და ნუ ისიც არის კიდევ რომ ანუ წესები შეძლებს დაგვარად გვაქვს ოდნავ შეპილებული რა ესე რომ ვთქვათ ხო ნუ რაღაცა საკითხები ხო ანუ კრიტიკული საკითხები რომელიც არ არის მანდ მაგალითად შედარებით ან აღჭურვილობის კუთხითაც აღჭურვილობის კუთხით ვთქვათ ყველაზე დიდი პრობლემა არის ხოლმე ბადის სიგრძე და ნუ მანდ ეგ ვიგულისხმებ ხო ანუ განარჩენში მე მგონი ახლა ერთი ნემსკავით და უსაფრთხო მონტაჟი რაც ყველაზე კრიტიკულია მაგაში რა თქმა უნდა ჩვენ არანაირ შეღავათებს არ ვაკეთებთ ის იქნება სრულიად საერთაშორისო წესების მიხედვით ჩატარებული აგრეთვე საქართველოს თასი აძლევს საშუალებას აი ამ ინდივიდუალურ სპორტსმენებს რომ ერთმანეთი ნახონ და სამომავლოდ შეკრან გუნდები კიდევ როცა უყურებ ან არცებულმა გუნდებმა ვინმე არჩიონ და აიყვანონ ხო ერთ-ერთი არგუმენტი ესეც იყო და ჩვენ მაგალითად ვინც იცის ხუთკაციანებზე რომ გადავედით თითქმის ყველა გუნდს ყავს კოორდინატორები სათადარიგო სპორტსმენები ხო ზოგს რამდენიმე კაცი ყავს შესაბამისად ამ ხალხის ფორმაში ყოფნა მუდმივად არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს ჩემპიონატში ცოტა რთულია ეს ამბავი რომ ვინმე დაუთმოს თავისი ადგილი, იმიტომ რომ პირად რეიტინგებზეა საუბარი და როგორც წესი სპორტსმენებს თუ რაღაც სერიოზული არ დაიმართათ არ თulit ხოლმე ხო? შესაბამისად ის ხალხი ვინც მუდმივად ზურგში არის, მათაც სჭირდებათ ფორმაში ყოფნა რაღაც შეჯიბრებებზე გამოსვლა და აი საქართველოს თასი არის ძალიან კარგი ფორმატი და კარგი ხო ძალიან კარგი პლატფორმაა პლატფორმასაც შეუძლიათ მაგალითად შარშან ვინც ყავდა ჩემს გუნდს კოორდინატორები დამწყები ბიჭები არიან დაინტერესებული ამ სპორტით და რა თქმა უნდა ეხლა უნდა ისწავლოს და აუგას ხარი ხო ამ განვითარდეს ამ კუთხით და თუ ეხლა შენ ვერ ჩასვავ ეროვნულში პირობითად ვერ სვავ იმიტომ რომ არ აქვს გამოცდილება და ჯერ ვერ არის ხო გამოცდილების რომ ტურნირებში მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში, ეროვნულ ჩემპიონატში. გვაქვს ახლა შესაძლებლობა იმისთვის რომ ეს ბიჭები წავიყვანოთ, მიიღონ მონაწილეობა საქართველოს თასზე და ჩვენ დავეხმაროთ გუნდი როგორც გვეხმარება ჩვენ ეროვნულზე კოორდინატორის ფუნქციით, ჩვენ დავეხმარებით მას განვითარებაში, გაზრდაში, იმიტომ რომ ის ჩვენ დაგვიბრუნდება ისევ ეს ჩადებული შრომა და გვეყოლება გაზრდილი სპორტსმენი, რომელიც სამომავლოდ ჩაანაცვლებს ვინმეს გუნდში. ანუ მიზნი ხო იმას. ხო, ანუ ეს ის მომენტია, რომ თუ კონკურენცია იზრდება idეაში გუნდში და ამ დროს სპორტსმენი ვითარდება, რომ ხედავს ამ შემთხვევაში, აი თუ თვითონ ვერ იმუშავებს და ვერ დადებს შედეგს, არის ადამიანი, ვინც ამაზე უკეთესად დადებს შედეგს და კონკურენცია იზრდება, რა ვიცი და შესაბამისად თავისთავად კონკურენცია მნიშვნელოვანია, სხვანაირად სპორტი ვერ განვითარდება. სხვათა შორის აი შარშან გამოჩნდა შტაბის ზოგადად როლი და აი ჩვენთან რა, ეხლა ზოგადად ბიჭებმა ვიცით მსოფლიოზე ვინც არის ნამყოფი და რამხელა მნიშვნელობა აქვს შტაბს და კოორდინატორებს და ჩვენთან ტურნირებზე შარშან ძალიან გამოიკვეთა ამ ადამიანების ხო კოორდინატორების. ნუ გამოჩნდა იქ გუნდებმა როგორ კარგად იმუშავეს
შტაბთან ერთად რამხელა მნიშვნელობა ქონია და ბევრი რაღაც რაც კიდე არ ჩანს უკან რა სამუშაო მიმდინარეობს და ნუ წელს უკვე რომ მოვარგვეთ ის ფორმატი რომ ამ ადამიანებს ანუ უკვე ეძლევათ საშუალება რომ თვითონაც უფრო დაუახლოვდნენ ამ სპორტს და უშუალოდ პროცესის მონაწილე იყვნენ ან თუნდაც პლატფორმაზე და ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საშუალებაც თასი აძლევს უკვე ადამიანებს ამის. ნამდვილად, მაგრამ მე კიდე უფრო სხვა კუთხით უყურებ ნახე ხა. ვინც ჩვენ შტაბშია, ასე თუ ისე მეტნაკლებად სავარჯიშოთაც დაკვება და მათთან კონტაქტი გვაქვს და რაღაც გამოცდილებას გადავცემთ ხოლმე, მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა სახელდებოდა ხოლმე ბევრი სპორტსმენის მიერ და მოყვარულის მიერ, რომ მაგალითად ვერ ხერხდება ხოლმე მჭიდრო ურთიერთობა დამწყებების და წამყვანი სპორტსმენების, იმიტომ რომ ჩვენ სპორტსმენები ერთად დროის დეფიციტი გვაქვს დიდი, ხო, სულ შეჯიბრში ვართ ჩართული ან თავისუფალთეზობას შეჯიბრო ვარჯიშები გვაქვს ხოლმე და იშვიათად როცა წავიდეთ ესე თავისუფლად და ვეკონტაქტოთ ჩვეულებრივ მეთევზეებს და იმათ გადავცეთ ეს ჩვენი დაგროვილი ცოდნა. შესაბამისად ეს თასის პლატფორმა ერთის მხრივ ამითაც არის კარგი, რომ ძალიან ბევრი მოყვარული მოვიყვანეთ უკვე დაახლოებით რამდენი 15 კაცი გვაქვს მე დარეგისტრირებული და იქიდან აბსოლუტური უმრავლესობა ალბათ ახალი ხალხი არის ამ სპორტში თუ არა შეჯიბრებებზე თასის ამბავში ნამდვილად ახლები არიან და ბევრს არც მიუღიათ არც შეჯიბრში მონაწილეობა და ჩვენ წამყვან გამოცდილ სპორტსმენებს გვეძლევა საშუალება რომ ზურგში ვიდგეთ ამ ყველაფერს დავაკვირდეთ შევიდეთ მჭიდრო კონტაქტში რჩევები მივცეთ ვასწავლოთ გადავცეთ ეს ჩვენი ცოდნა და ვისაც აქვს სურვილი არ არის აუცილებელი რომელიმე გუნდშიც ყოფნა შეგიძლიათ მოგზანდეთ თასზე თუნდაც დაესწროთ მაგალითად როგორც მაყურებელი გაგვიცნოთ უფრო ახლოდან დაგვისვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და თქვენი თვალი დარწმუნდეთ რომ არაფერი რთული არ არის ფიდერის სპორტულ თევზჭერაში თუ გინდათ შემოსვლა ხო საკმაოდ ისეთი დაბალი ბარიერი არის სამოყვარულო დონეზე ან თუნდაც საქართველოს თასზე მონაწილეობისთვის არაფერი განსაკუთრებული არ არის საჭირო და მოგზანდით და თქვენ თვითონ ეხლა გადავხედით და 14 ახალი სპორტსმენი ყავს რომელიც ანუ აქამდე ტურნირებში არ გამოსულა და პირველად გამოდის ხო ანუ ფიდერის ტურნირებზე აქამდე არ ყოფილა და ეხლა გამოდის წელს ანუ ჯერჯერობით ძალიან კარგად მიდივარ ჩემი აზრით კი ნამდვილად თასის ფორმატით მე მგონი რომ საინტერესო გამოყვა ეს ამბავი წინ კიდე ბევრი რამე გველოდება სამოყვარულოზე შეგვიძლია ბარემ მივაბათ ეხლა კი ანუ ახან საქართველოს თასი ჩვენ გავაკეთეთ გუნდური და ინდივიდუალური ჩვენ ხდებოდა ხოლმე ყოველთვის კიდე სამოყვარულო ტურნირი ანუ ეგ საერთოდ დამწყებებისთვის ვისაც შეიძლება აღჭურვილობაში დიდი პრობლემა ჰქონდეთ და თევზაობასაც აისულ ეხლა იწყებდნენ ხო გამბედაობა არა აქვთ ვერ ბედავა შემოსვლას აქამდე პერიოდულად ჩვენ ვატარებდით ესეთ ღია სამოყვარულო ტურნირებს სამოყვარულოში ჩვენ გულისხმობთ იმ ადამიანებს ვისაც საერთოდ არასოდეს არც ერთ ტურნირზე არ მიუღია მონაწილეობა ხოლმე ასეთი ხალხისთვისაც ცალკე ტურნირი იგეგმებოდა მაგრამ ჩვენ დავასახელეთ რამდენიმე პრობლემა ეს არის ძირითადი რესურსი ჩვენი დრო ხო ადამიანური რესურსი ჩვენი კალენდარი ძალიან გადატვირთული არის ბევრი შეჯიბრებებით შესაბამისად თავისუფალი შაბათ-კვირა არ რჩება ხოლმე იმისთვის რომ კიდე ცალკე სამოყვარულო ტურნირები ვატაროთ მაგრამ ამ ხალხის ასე დატოვებაც არ გვინდოდა ამიტომ გავაერთიანეთ ჩვენ ასე ვთქვათ საქართველოს თასის სპორტსმენებისთვის და საქართველოს თასის სამოყვარულო ფორმატში ასე რომ თუ იქნებიან ესეთი მსურველები ჩვენ ცალკე ზონას გავაკეთებთ სამივე ტურში საქართველოს თასის ჩატარების ადგილზე პარალელურად ხო იქვე იქნება ზონა მოწყობილი სადაც ეს მოყვარულები მხოლოდ ერთმანეთს შეეჯიბრებიან ანუ ის სიტუაცია არ შეექმნებათ რომ აი მე მოვედი და საქართველოს ჩემპიონატიდან რაღაც 10 წლის გამოცდილ სპორტსმენს ვეჯიბრები ხო ვიღაცას ააქეს თქვათ შიშები ჯერ და ამიტომ ამ ხალხისთვის იქნება ცალკე ზონა მოწყობილი ასე ანუ ფაქტიურად თუ ვინმეს რამენაირი სურვილი აქვს კონკრეტულად ეს შეჯიბრებიდან მიიღოს ფაქტიურად ყველა ეს მოთხოვნა არის გადაფარებული ამ ფორმატით ხო
ანუ თუ ვინმე კიდე ფიქრობთ, ხო, რატომ უნდა მივიღო საქართველოს თასში მონაწილეობა, ან თუ რაიმე დაბრკოლება გქონდათ, არ ვიცი, შეიძლება კითხვები მზად ვარ გიპასუხოთ, ესე მეტნაკლებად გავშალეთ ფორმატი და მიზეზები თუ რატო ამ ფორმატში და არა სხვაში. საქართველოს თასი ეროვნულზე კი არა და ბოდიში მოყვარულებზე დავამატებ, რომ ანუ ესეთი რაღაც არის. აღჭურვილობის კუთხით იქნება თუ წესების კუთხით, აი მაქსიმალურად იქნება შერბილებული რა, თავარია მონაწილეობა, ხო? ანუ რაღაცამ არ შეაშინოს სურველი, ან არ იფიქროს, რომ აი არ მაქვს ისე აღჭურვილობა და რაღაც, ანუ არაფერი, აი ძალიან მარტივად მინიმალური რაც არის თევზის უსაფრთხოებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ აი ეგ უნდა გავითვალისწინოთ და ნუ დეტალები შეგვიძლია მერე გაგაცნოთ, ანუ 2 კვირით ადრე საქართველოს თასის ანონსი რომ გამოცხადდება სამოყვარულო ტურნირების ანონსიც და გვექნება განსაზღვრული რაოდენობა ადგილების. ეს ადგილების რაოდენობა იქნება ლოკაციიდან გამომდინარე, ლოკაცია რამდენი კაცის დატევის შესაძლებლობას მოგცემს და აქედან გამომდინარე გვეცოდინება ეს რაოდენობა და რეგისტრაციაში ვინც მოასწრებს ამ კოდის შევსებას შესაბამისად ისინი მოხვდებიან. ხო, მეოთხე კომპონენტი დაგვავიწყდა, ეს არის კომერციული. ანუ ზოგს მოსწონს კომერციულ ტურნირებში ასპარეზობა. ანუ თუ რაღაცა პრიზი არის, ეს დამატებითი мотиваცია. ამიტომ საქართველოს თასში ესეც ჩავდეთ, ხო? ანუ ყველა ტურნირი ყველა ტური იქნება როგორც ცალკე შეჯიბრი კომერციული, ანუ თითოეულ ტურში გათამაშდება შესაბამისი პრიზები და პლუს ჯამში მთლიანი საქართველოს თასის ფორმატში გამარჯვებულების დაჯილდოვდებიან. ანუ თუ ვინმეს ესეთი ინტერესიც ჰქონდა, ფაქტიურად ამის საშუალებაც ჯილდოები იქნება როგორც ინდივიდუალური სპორტსმენისთვის შედეგის დაძაბვის შემთხვევაში, ისევე გუნდის შემთხვევაში. ხო, ანუ ყველა მიმართ სამოყვარულოშიც თავისთავად სამოყვარულოშიც იქნება პრიზები თუ ზონა შეიქმნა. და სუპერთასი ვთქვათ. ხო, ბონუსად გათამაშდება ასე ვთქვათ, საგზური სუპერთასი. საქართველოს თასიდან. საქართველოს თასის 10 საუკეთესო სპორტსმენი ინდივიდუალური შედეგით მოიპოვებს 10 საგზურს საამურის ტბაზე ჩატარდება საქართველოს თასი, რომელიც 2 ტურიანი იქნება. და შესაბამისად ტანდემურ რეჟიმში ჩატარდება ამ 10 სპორტსმენს საქართველოს თასის ფორმატიდან შეეძლებათ აირჩიონ მეწყვილე თავისინებით და 20 კაცი ჯამში გაემგზავრება აი ამ საქართველოს თასზე, რომელიც ასევე იქნება კომერციული ტურნირი. ოღონდ უკვე უფრო დიდ თევზზე, უფრო ექსტრემალურ და უფრო დიდ კობრებზე უფრო საინტერესო და ასე ვთქვათ მეტი ადრენალინის მქონე თევზაობას კი ბატონო, ეს არის რაც შეეხება საქართველოს თასს. კითხვები თუ არის ალბათ ჯობია. ალბათ ისიც დავამატოთ, ანუ გადასახადის კუთხითაც, მაგრამ ფინანსური მხარე. ამ შემთხვევაში საქართველოს თასზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ სპორტსმენი უნდა გახდეს ფედერაციის წევრი და ფედერაციის წევრობა წლის განმავლობაში არის 150 ლარი. რაც აი ჩემი აზრით არ არის ისეთი რა გადაჭარბებული თანხა და რატო არ არის. იმიტომ რომ ჩვენ გარდა იმისა რომ ფედერაციის წევრს აქვს შესაძლებლობა რომ ფედერაციის მიერ დაგეგმილ ტურნირებში, ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, გარდა ამისა გვაქვს რამოდენიმე მაღაზია, სათევზაო მაღაზია, სადაც ჩვენს გვერდზე არის გამოქვეყნებული მაღაზიებთან თანამშრომლობის ფასდაკლებები და ამ ფასდაკლებებით უბრალოდ რაღაცა 1-2 ნივთი რო ამოიღო, იყიდოს და ორიანკესი ან კოჭა რაღაცა რო იყიდოს, ამ 150 ლარს იმ ფასდაკლებიდან ამოიღებს მარტივად. ერთ შესვლაზე შეიძლება ითქვას რა და ესეც რაღაცა ისეთია რა სიმბოლური თანხაა ჩემი აზრით ამ კუთხით რა და. ხო, ანუ აქვსა რა საქართველოს ფედერაციის წევრობა მოეთხოვება მხოლოდ იმ სპორტსმენებს, ვინც საქართველოს თასში გამოვა გუნდში ან ინდივიდუალურში და ვინც გამოდის ეროვნულში. სამოყვარულოში ვინც გამოდის, ეს მოთხოვნა არ აქვს. ისინი მხოლოდ კონკრეტული ტურის იმას გადაიქცნენ, რომელიც საპრიზო ფონდში წავა მთლიანად. და თასის მოსაკრებელი იქნება 150 ლარი სპორტსმენზე, თუ გუნდი შემოდის, გუნდისთვის იქნება 400 ლარი და ეს მოიცავს სრულად 3 ტურს. ანუ იდეაში გამოდის თითო ტური 50 ლარი სპორტსმენის. მთლიანად მიდის ეს თანხა საპრიზო ფონდში. მთლიანად ეს თანხა მიდის საპრიზო ფონდში და ნუ რაღაცა ნაწილი საჯობის და რაღაცა ორგანიზების
რაც დასჭირდება იქ ზონების მოწყობა, მასალა, სახარჯი მასალა დანარჩენად მიდის საპრიზოში მთლიანად და მე ვფიქრობ ძალიან კარგი საპრიზო გვექნება ძალიან ბევრი ხალხი. ხო, მაგაზე იყო მე მგონი ხო, კითხვა შემოსული ფინანსებზე? მოდი ბარემ დასვი ის კითხვა და თუ რამე გამოგხსე რომ რეგისტრაცია როდემდეა თასისო, ეს კითხვა არის. ხო, რეგისტრაცია თასის არის 31 მარტის ჩათვლით. და საჩეულია ადამიანს რომ დარეგისტრირდეს რა, რეგისტრაციისთვის ფორმა გქონდა ჩვენ გაკეთებული ოფიციალურად ჩვენი Facebook-ის და შემიძლია განვაახლო ეს ფორმა. სპორტ ფიშინგზე დაიდება პოსტი, სადაც ამჟამინდელი დარეგისტრირებულების სია დავდოთ და მანდვე კომენტარებში შეგიძლიათ პირადშიც მომწეროთ თუ რა ვიცი Facebook-ი ჩემი იქნება და ამ ვიდეოს ქვეშაც ჩავაგდებთ ლინკს სარეგისტრაციოს. კი ბატონო. აქ იქნება თუ ვინმე დაინტერესდება ხელახლა დავამატოთ რა. კითხვა გქონდა ეს ფინანსები და საწერო გადასახადი ზოგადად ამას რაც ეხებოდა. ანუ კითხვა საიდან შემოვიდა, მოდი ვთქვათ, ანუ 1-2 კვირის წინ გავაკეთეთ ანონიმური გამოკითხვა, იმიტომ რომ მაინც ვიცით ხოლმე რომ შეიძლება პირდაპირ ვიღაცამ რაღაც კითხვები არ დასვას და გაინტერესებდა საერთოდ რა აწუხებთ ჩვენს ფედერაციის წევრებს და ზოგადად, ხო, ვინც ჩვენს გარშემო ტრიალებს მეთევზე. ხო, საკმაოდ ძალიან კარგი საინტერესო ხო და პასუხები და კითხვები დავაგროვეთ შესაბამისად შეგვიძლია გავყვეთ ახლა და ანუ კითხვების ძირითადი ანუ ეს და იგივე ადამიანს შეიძლება გამეორებული ქონდა ეს კითხვა და ჩვენის სხვადასხვა ფორმით რა თქმა უნდა და ამოვკრიფეთ ძირითადად რა თქმა უნდა პასუხს მიიღებს ყველა ანუ ერთ-ერთი თემა არის ფინანსები და საწერო გადასახადებს ეხებოდა და რადგანაც ახლა ამაზე საუბრობდით გავყვებით ამ თემას რატომ არის საწერო გადამეტებული და არსებობს თუ არა შეღავათები ხო ახალბედებისთვის ამ შემთხვევაში შეღავათი გვაქვს სამყარო ტურნირებზე ვინც გამოვა მათთვის რადგან მათ არ მოუწევთ საწეროს გადახდა და ერთადერთი გადასახადი სამყარო ტურნირში მონაწილის იქნება 30 ლარი და ეს 30 ლარიც რამდენიც იქნებიან მონაწილე ჯამი შეგროვდება და პირველ და მეორე და მესამე ადგილზე გასვლაზე გადანაწილდება. ხო, ანუ საპრიზო ფონდში. ხო, იქ არანაირი ხარჯი, არაფერი არც და დარტყმა, პირდაპირ მიდის საპრიზოში ეს თანხა. მოდი ეს თემა კიდევ უფრო გავშალოთ, იმიტომ რომ ჩვენებმა იციან, იმიტომ რომ ჩვენ ჩავატარეთ საერთო კრება ფედერაციის წევრებისთვის და იქ ფინანსური საკითხების და ყველა ეს საკითხი ძალიან დეტალურად განვარდეთ, მაგრამ შეიძლება ვიღაცა არ ესწრებოდა ან ვიღაცა ისეთი ყურებს, ვინც არ იცის რა ხდება ამ სფეროში და რო გავშალოთ ეს ფინანსური თემა შედარებით, ანუ პირველ რიგში ის გვინდა ვთქვათ, რომ ყველა თანხა რაც არის შემოსული ფედერაციაში აბსოლუტურად ბოლო თეთრამდე იხარჯება ისევ ფედერაციის საქმიანობაზე. ანუ არავის ფედერაციაში არ აქვს ხელფასი, არც გამგეობას, ხო, არც სპორტსმენებს არაფერს არ უხდით. შესაბამისად მუშაობ, რასაც ვაკეთებთ, ხო, ვაკეთებთ სრულიად ჩვენი ენთუზიაზმით და ის თქვენი შემოსული თანხები რაც არის, მთლიანად იხარჯება საორგანიზაციო საკითხებზე და ფედერაციის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებს. მაგალითად ისეთი როგორიც არის საწევრო გადასახადები ფიფსეტი, ვინც არის ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მერე გვაძლევს საშუალებას, რომ ნაკრებები გაუშვათ ხოლმე მსოფლიო ჩემპიონატებს და საორგანიზაციო საკითხები თქვათ, ტურნირს რაც სჭირდება, ხო, პრიზების ყიდვა, იქ მედლები, თასები, მედლების საჯის მომსახურება, ზონების მასალა რითაც მოეწყობა ეს ზონები. ხო. შესაბამისად თუ საწევროები არ შემოვიდა, ფედერაცია ვერ იარსებებს უბრალოდ. ან ჩვენ მთლიანად ვართ ამ ეტაპზე დამოკიდებული ჩვენი წევრების მხარდაჭერას. შესაბამისად, აი ეს საწევრო რაც გვაქვს, გეგმაც გაწერილი არის სად რა დაიხარჯება, ამიტომ ღია ინფორმაცია და წლის ბოლოს ჩვენი წევრებისთვის, როგორც ყოველთვის ანგარიშს ვაბარებთ ფინანსურს და იქ ნახავთ, რომ ამქების გაფლანგვა ნამდვილად არ ხდება. რაც შეეხება ტურნირის მოსაკრებელი საქართველოს თასის კუთხით ეს მთლიანად მიდის საპრიზოში, ასე რომ აქედანაც არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ არის. ანუ ვისაც უნდა კარგი პრიზები, შესაბამისად, რა თქმა უნდა, თანხებიც გჭირდება ამისთვის.
ესეთი კითხვა, შეიძლება თუ არა ფედერაციის საწევროს გადახდა მხოლოდ მაშინ, როცა სპორტსმენი ეროვნულ ჩემპიონატში ერთვება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იმიტომ რომ აუცილებელი არ არის თუ თავიდანვე გუნდში არ არის ან ეროვნულში ან საქართველოს თასში არ არის გუნდში და თქვა შეიძლება იყოს კოორდინატორი, ამ შემთხვევაში აუცილებლობა არ არის ამ სპორტსმენისთვის, რომ თავიდანვე გადაიხადოს ფედერაციის საწევრო, მაგრამ თუ გახდება საჭირო, რომ ეს სპორტსმენი უნდა ჩაჯდეს ტურნირში, ან ვინმე სათადარიგო სპორტსმენად არის და ვინმე უნდა შეცვალოს, ან ზოგადად რაღაცა მსგავს სიტუაცია მოხდა, რაღაცა ღონისძიება დაგეგმა ფედერაციამ, სადაც აუცილებელია ფედერაციის წევრობა, ნებისმიერ დროს წლის განმავლობაში შეუძლია დარეგისტრირდეს საწევრო შემოიტანოს და გახდება ფედერაციის წევრი. ესეთი კითხვაა კიდე. ხო, ანუ ფედერაციაში გაწევრიანება მთელი წლის მანძილზე არის და რაღაც ვადა არ გვაქვს, რომ აი ამ ვადამდე უნდა დარეგისტრირდეს. არის ესეთი კითხვა, იგეგმება თუ არა გუნდების დაფინანსება გაზრდილი საწევროებიდან. ანუ იგულისხმება მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დაფინანსება. ამ შემთხვევაში. ჩვენ გქონდა ამაზე კარგად ჩამოყალიბებული პასუხი მახსოვს პრეზენტაციაზე. ხო, ანუ ამ ეტაპზე ჩვენ იმდენი თანხა სამწუხაროდ არ შემოგდის, რომ შევძლოთ საქართველოს ნაკრების დაფინანსება. ზოგადად საქართველოს ნაკრების გასვლა ერთი დაახლოებით ჩდება 15,000 ევრომდე. ანუ ერთი სპორტსმენის ხარჯი არის 1,500 ევროს ფარგლებში, 1,500-დან 2,000 ევრომდე. შესაბამისად, ფედერაცია ამ ეტაპზე რა ფინანსებით შემოგდის, შეგვიძლია დავფაროთ ფიფსეთის საწევრო და იმ კონკრეტულ შეჯიბრში მონაწილეობის გადასახადი, რაც არის 2,000 ევროა. წლიური 900 ევროს ვიხდით. საწევროს ფიფსეთის და კონკრეტული ერთი შეჯიბრი, მაგალითად მსოფლიო ჩემპიონატი ან საკლუბო, ეს არის კიდე დამატებით 1,600 ევროს გადახდა მხოლოდ იმისთვის, რომ იქ მონაწილეობა მიიღო. და ამის გარეთ, რაც არის ეს მთელი ხარჯი უკვე აწვება, ასე ვთქვათ, სპორტსმენს და კოორდინატორს. ასეთ თანხებზე სამწუხაროდ ვერ გავდივართ ამ გაზრდილი საწევროებითაც კი. ეს გაზრდილი საწევროები ფაქტიურად იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მეტნაკლებად გავასწოროთ მთელი წლის ხარჯები ფედერაციის ბალანსი, რომ მინუსში არ წავიდეთ და რაღაცა მიმართულებით გავაკეთოთ დამატებით, რაც წინა წლებში ვერ ვახერხებდით უსახსრობის გამო, მაგალითად გვაქვს იდეები გათევზიანების, რაღაც ფონდების შექმნის, ხო? ხო და ნუ რაღაცა ხელშეწყობა შეგვიძლია სპორტსმენებისთვის იდეაში თუ როგორ იქნება. ანუ ერთი წლის შემოსავლით, რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება ვერცერთ შემთხვევაში, თუ დაგროვდება რაღაცა ბიუჯეტი დაგროვდება და ალბათ რავი, როდის იქნება. ანუ რეალურად რო ვთქვათ, ბოლო 3 წლის ბიუჯეტები განვიხილეთ ჩვენ კრებაზე და ვნახეთ, რომ ბოლო წინა წლებში, ასე ვთქვათ, ფაქტიურად 0-ში 2023-ში მინუსში გავედით, მერე 24-ში გავთანაბრდით, ან 0-ში გავედით, თან შარშან მომატებით. იმიტომ წავედით, რომ სოფლიოზე რო ვერ წავედით, არ გადაგვიქცია ის 2,000 евро და ის თანხა, ხო, და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც იდეაში ეგ არის, რომ ეს თანხა მაქსიმალურად შევამციროთ და სპორტსმენებისთვის, ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ეს ყველაფერი, რომ სოფლიოზე გასვლისთვის აი რაღაც ფინანსურის გამო თავი არ შეიკავოს კარგმა სპორტს. ანუ უფრო დიდი გამოწვევა სიმართლე გითხრათ, აი ყოველთვის ისეთი ის მოდის ხოლმე, რომ არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავიზარდოთ. რეალურად არ ვაკეთებთ კი არ ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ყველაფერს სჭირდება სახსრები. ანუ გასაგებია, რომ ადამიანური რესურსიც სჭირდება, ჩვენი ეგ ცალკე პრობლემაა ყოველთვის, მაგრამ სჭირდება აგრეთვე სწორი პიარი და ნებისმიერი პიარი დღეს არის დამოკიდებული ფინანსებზე. ანუ კარგი ხარისხის ვიდეო რო გადაიღო, კარგი ხარისხის ფოტო რომ გადაიღო, სამწუხაროდ უფასოდ ამას არავინ არ გააკეთებს. ხო, რომ დაიქირაო კაი პიარ მენეჯერი, სოციალებში რომ მოხდეს გაპიარება და ახალი ხალხის მოყვანა, ამასაც სჭირდება სახსრები. იგივე ნებისმიერ პლატფორმაზე შენი ვიდეოები ნახვადი რომ იყოს, ამას თანხების ჩადება უნდა რომ ტოპებში მოხდეს. ასე რომ აბსოლუტურად ყველაფერს სჭირდება თანხები და ეს ყველაფერი ამიტომ დადის საწევროებს, ხო, ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა განვითარება და მეტი წევრების მოზიდვა პირველ რიგში ეჯახება ამ უსახსრობას. ამიტომ არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ წელს საწევროების გაზრდა, რომ ნელ-ნელა დავიწყოთ იმ მიმართულებით
მუშაობა. ხო, თუნდაც პიარის კუთხით იქნება თუ რა ვიცი, განვითარების კუთხით ახლა ჩვენთვის ძალიან ყველაფერი ხელმისაწვდომი არ არის. პირ და საერთოდ არაფერი არ გვაქვს ხელმისაწვდომი. იმიტომ რომ არანაირი მხარდაჭერა საიდან არაფერი არ გვაქვს რა. არის ესეთი კითხვა, რატომ არ ხდება კლუბების ჩართულობა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში და ზოგადად ფედერაციასთან თანამშრომლობა კლუბების რა. ამ შემთხვევაში ვერ მოვასწარეთ სამწუხაროდ ჩვენი შეკრებისთვის, მქონდა გეგმაში რომ შეკრებამდე რაღაცა იდეები გვაქვს, რაღაცა თემას ვამუშავებთ, რომელიც აუცილებლად შემდეგი წლისთვის მიეწოდება კლუბებს და ფედერაცია გააჟღერებს ამას, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი რაღაცნაირად რომ დავალაგოთ ეს თემა და უფრო მეტი კლუბი გავხადოთ ფედერაციის კუდის ქვეშ, მოვიქციოთ, ხო? ხო, ანუ მე უფრო მაინც სხვა კუთხით ვიტყვი, ანუ ვერ ვიტყვი რომ საერთოდ ვერ არ თანამშრომლობთ, იმიტომ რომ თუ შევხედავთ ძალიან ბევრი სხვადასხვა კლუბის წევრები ჩვენთან ჩემპიონატებში გამოდიან, ჩვენი ფედერაციის წევრები ძალიან ბევრი არიან, ვინც იმ კლუბის წევრები არ არიან, მაგრამ შიდა საკლუბო შეჯიბრებებზე გამოდიან, ასე რომ ეს თანამშრომლობა სპორტული კუთხით ნამდვილად არის, მაგრამ შეიძლება კონდეს რაღაცა ხარვეზები, თქვათ ორგანიზაციული კუთხით თანამშრომლობას და შეგვიძლია გავაუმჯობესოთ და რაღაც ახალი პროექტები ერთობლივად გავაკეთოთ და ამ მიმართულებით გვაქვს კონცეფციებიც მაგას დავამუშავებთ კიდე ამ სეზონის განმავლობაში და შემდგომ კლუბებთან ვისაუბრებთ და ნახოთ სადამდე მივიღოთ. განხილვისაგანი არის და არ არის ახლა ისე რომ რაღაცა უყურადღებოდ გქონდეს მიგდებული ეს საკითხი. ხო, ნამდვილად. კიდე რა შეკითხვები გვაქვს? ლაივში არ შემოდის შეკითხვები, გიო? კი, აი რაღაცეები შემოვიდა, მაგრამ ჯერ ამას გავყვეთ და მე ჩავყვეთ რა, მე მგონი ჯობია რა. ბატონო. აქ არის ესეთი კითხვა, როგორ ხდება ნაკრების ფორმირება და რამდენად სამართლიანად ხდებიან ნაკრებში სპორტსმენები. ნაკრები კომპლექტდება საუკეთესო 6-ეულით, პირადი რეიტინგებით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 4 ტურის ჯამში. ანუ პირველი 6 საუკეთესო სპორტსმენი არის საქართველოს ნაკრების წევრი, მე-6 სპორტსმენი არის სათადარიგო სპორტსმენი, პირველი 5 არის ძირითადი სპორტსმენი. აი ეს არის საქართველოს ნაკრების ფორმირება ამ შემთხვევაში, მაგრამ აქვე ვისაუბრე პარალელურად, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ორი როგორც ქვეყნებს შორის, ასევე კლუბებს შორის. ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მონაწილეობს ქვეყნებს შორის ჩემპიონატში, მსოფლიო ჩემპიონატში, ეროვნულ ჩემპიონატში, ოღონდ ჩვენი და ზოგადად კლუბებში მონაწილეობას იღებს საქართველოში გამარჯვებული კლუბი. ანუ 4 ტურის ჯამში, რომელი გუნდი იგივე კლუბი გახდება ჩემპიონი, ის მიემგზავრება შემდეგ წელს კლუბურ ჩემპიონატზე. ანუ როგორც ვიცი, კლუბურ ჩემპიონატზე 2 ადგილია ხო? ანუ საქართველოსთან პირობითად 2 კლუბ შეუძლია წასვლა. ამ შემთხვევაში თუ რომელიმე კლუბი იტყვის უარს ან პირველიდან ან მეორედან, ანუ წავა მესამე ადგილზე მყოფი. ხოლო თუ თქვა 2-მა თქვა უარი, უკვე მე-4 ადგილზე მე-4 ადგილზე უკვე აღარ მიდის, ანუ ჩვენი რეიტინგი არის, ხო? ანუ აქ საუბარი იმაზე არის, როგორც ხვდები, ანუ ნაკრებში ვინმე ისე ხო არ მიდის, რომელიც რეიტინგში არ ხვდება. თუ რაღაცა მაგდაგვარი იყო, როგორც მას. ანუ პირველ რიგში რა თქმა უნდა ხდება ნაკრებში ნაკლებად წარმატებული პირი. ხო, ანუ სპორტული კომპონენტით ხდება აუცილებლად ნაკრების შემადგენლობის შეკრება, ანუ რეიტინგებით ვინც არის ტოპ 6-ეული, ის ხდება ნაკრებში. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს დაფინანსება, შესაბამისად არც ფედერაციას აქვს შესაბამისი სახსრები, რომ ეს ნაკრები გაუშვას თავისი ხარჯებით. ამიტომ გამოდის რომ სპორტსმენს აწვება ეს ფინანსები. ახლა 2000 ევრომდე ჯდება როგორც გითხარით. თუ იმ სპორტსმენს ის ფინანსები არ აქვს, შესაბამისად რა თქმა უნდა სამწუხაროდ, მაგრამ უწევს დარჩენა ესეთ სპორტსმენს და ამ შემთხვევაშიც ახლა უბრალოდ ვიღაცა ვისაც ფული აქვს მოვედით და წამიყვანეთ, ესე არ ხდება რეიტინგების სიას მიყვებით. შესაბამისად თუ თქვათ გამოვარდა რომელიმე სპორტსმენი უსახსრობის გამო ან სხვა რაღაცის გამო 6-ეულიდან, მე მიყვებით მე-7, მე-8 და ასე შემდეგ. ანუ აუცილებლად რეიტინგის საფუძველზე ხდება ადამიანი ნაკრებში და არა ფინანსური რაღაცა. ხო, რა თქმა უნდა, ანუ მსოფლიო ჩემპიონატზე ესეთი კუთხითა ვართ რა და ეხლა იყო რაღაცა. ხო, ანუ უფრო მე შეიძლება საუბარი არის კოორდინატორებს, იმიტომ რომ არის
6 სპორტსმენი და მერე კიდე შტაბი. აი შტაბში რა თქმა უნდა გულისხმობენ ხო? შტაბს თუ გულისხმობენ შეიძლება ვიღაცა ისეთი მოხდეს, ვინც რეიტინგში არ არის, მაგრამ შტაბი არის ცოტა განსხვავებული რამ, ხო? მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ ძალიან ცოტა სპორტსმენი არის ისეთი, ვინც პლატფორმაზე არ უწევს დაჯდომა და გადაიხდის ამხელა თანხას და წამოვა ნაკრებში ზურგში დასადგომად. ძალიან ცოტა ისეთი ხალხი, ხო, სამუშაოდ, რასაც ქვია. ანუ პრაქტიკიდან ბევრი ვიცი და შეგვითავაზებია და უარი მიგვიღია კიდევაც, თუ პლატფორმაზე არ დავჯდები, არ წამოვალ, თუ პლატფორმაზე დამხობთ, წამოვალ. ანუ ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ გასაგები, ხო, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება. და ამ დროს არ თევზაობ და მუშაობ, მაგრამ ჩვენ ახლა ვინც ხშირად დავდივართ, პირიქით ამას უყურებთ, ჩვენთვის დიდი პატივი არის, იმიტომ რომ არ ვანცხოვებთ პლატფორმაზე ვზივართ თუ ზურგში ვართ თუ სად ვაკეთებ, ერთიან საქმეს ვაკეთებ და შტაბის გარეშე სპორტსმენი არაფერია და სპორტსმენის გარეშე შტაბიც არაფერი არის, ასე რომ არა აქვს მნიშვნელობა სად წავალ ჩვენ იმ საქმეს ვაკეთებ და ნუ ვინც ამ საქმეში ჩახედულია იცის რომ ძალიან ბევრჯერ წავსულვართ და პლატფორმიდანაც ამდგარ ვართ და შტაბში გადავსულვართ როცა ამის საჭიროება იყო ასე რომ მან რა თქმა უნდა შეიძლება მოხდეს ისეთი ადამიანი რომელიც რეიტინგში არ არის ტოპებში მაგრამ სურვილი გამოთქვა გადაიხადა ის თანხა და წამოვიდა იქ სამუშაოდ ასე რომ პირიქით ეს გუნდის დახმარება იყო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სულ პრობლემა არის ხოლმე შტაბის შევსება. ხო, ნუ იდეაში მე მანდაც ცოტა მნიშვნელობას ვანიჭებ, მოდი ესეც ვთქვათ არტურ, რომ რეალურად გჭირდება არა ვიღაცა, უბრალოდ რომ ფულს გადაეხსის, აი კი წამოვა შენთან ერთად და ზურგში დაგდგები, მაგრამ იქ უნდა შეეძლოს რომ დავისწავლოთ. რაღაც ანუ გუნდთან უნდა იმუშაოს, რა მოდი ესე. ხო, ანუ ნაკრები ყოველთვის პრაგმატულად უდგება ამ საკითხებს, აქ არ არის მარტო მხოლოდ ემოციები, ის კონკრეტული ადამიანი, უბრალოდ ადამიანი არ უნდა იყოს მან, მას უნდა შეეძლოს რაღაცა კონკრეტული ამოცანების შესრულება. ხო, სხვანაირად ესეთ შორმანძილზე და ესეთ რთულ პირობებში შეიძლება პირიქით დატვირთვა იყოს ზედმეტი გუნდისთვის ვიდრე დახმარება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქ ბევრი ასპექტი არის და თუ ვინმე შეექმნა ეს შტაბეჭდილება, რომ აი ვისაც ფული აქვს ის დადის, ეგ ცოტა ესეთი მომენტი არის. ხო, ანუ რა თქმა უნდა, მანდაც ესე შევარჩევ ხოლმე ზურგში მყოფ ადამიანებს და სპორტსმენებს. ეხლა ესეთი რაღაც კითხვა არის კიდე. ლოკაციებთან შეიძლება არეულდარეულად მიყვებით, უბრალოდ როგორც ამოვყრიფე კითხვები იმის მიხედვით და თან პირველი გადაცემა ნელ-ნელა დავიხვეწებით, დავისწავლით რაღაცას და ესეთი კითხვა ლოკაციებთან დაკავშირებით, რატომ არ ხორციელდება ტურნირები ლოკაციებზე, რომლებიც მეთევზეებისთვის უფრო ხელმისაწვდომია? ანუ იგულისხმება თბილისთან ახლოს ალბათ. ანუ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ის მომენტი, რომ საქართველოში ხარ რო ავიღოთ, ყველაზე დიდი შორტს რო წახვიდე, ალბათ 4 საათის გზა, ყველაზე შორტბაზე რო წახვიდე, რა ვიცი, ეს შეიძლება იყოს დალისყალსაცავი პირობითად რა. ჩვენი ლოკაციები ხა რაც არის. ყველაზე შორტს მაქსიმუმ 3 საათი რაც გამოდის, ეს არის ტყიბულის წყალსაცავი, რომელიც წელს ჩავსვით, როგორც ახალი ლოკაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ძალიან ახალი ლოკაციების ათვისება. 10 წელზე მეტია ფედერაცია დაახლოებით 4 ლოკაციაზე ატარებს ტურნირებს, ეს არის დადარბაზოვის ტბა, სიონის წყალსაცავი, წალკა და რა გამოჩა ორი სიონი ქონდა, ერთი დამბა და ერთი ორჯერ სიონი შარშან ორჯერ ნადარბაზევი მოგვიწია, ანუ აქამდე კუმისი ქონდა და ლისის ტბა ქონდა რამდენიმეჯერ, მაგრამ ძირითადად მაინც ერთ რაღაცა ლოკაციებზე ტრიალებთ, ასე რომ გადავწყვიტეთ რომ ახალი ლოკაციები შემოვიტანოთ ეს თბილისის ზღვა გვინდა რომ ავითვისოთ, გვინდა ტყიბულის წყალსაცავი, ასევე შაორსაც მოვსინჯავდით, წელს რამდენად მოვასწრებთ არ ვიცით, მაგრამ ნუ გეგმებში არის რომ სამომავლოდ რაც შეიძლება მეტი წყალსაცავი საქართველოში არსებობს. ხო, ნუ ეს პუნქტი ცოტა ურთიერთგამომრიცხავ რაღაცას მოიცავს ჩემთვის მაგალითად, იმიტომ რომ ბევრის გამო სულ ისგვესმის რომ რაღაცა ახალი და ამ დროს მე გვეუბნებიან ვაიმე 2 საათია იქ გზა და ნუ
ფედერაციაც ახლა სასწაულს ვერ მოვახდეთ, ხო, ახლა თბილისთან ახალ ტბას ჩვენ არა, გარდა ამისა, ვერ ამოვიდეთ, რაც გვაქვს ლოკაციები ყველა ასათვისებელია. თბილისის კლუბი არა ვარ და მარტო თბილისის გარშემო შემოვიფარგლებ, თქვენ ეს ხო ფედერაციაა და მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა უწევდეს რაღაცა ღონისძიებების მოწყობა და ძალიან მნიშვნელოვანი არის დასავლეთში საერთოდ არ გვაქვს ლოკაცია და ლოკაციებს არ გვაქვს და სპორტსმენებიც არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა დასავლეთში ქუთაისი დიდი ქალაქია, ზესტაფონი, ტყიბული, რა ვიცი, ახლომდებარეს რაც არის ტყიბულთან, სამომავლოდ ინტერესდებიან სამომავლოდ რა და ფოთი ბათუმიც, ანუ მე მგონია რომ ნელ-ნელა აი ფოთში არის ასათვისებელი არის. ვისთანაც მეგობრობთ, კარგი ბიჭები არიან, ნამდვილად უბრალოდ ძალიან შორს არიან, ვერ მოდიან ჩვენამდე, ხო და ჩვენ გვინდა რომ ტყიბულში ჩავიდეთ, თუ ტყიბულში ჩავედით, შეიძლება იქ ჩამოვიდნენ მარტივად რა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, არის კიდევ ის მომენტი, რომ ეს წყალსატევები განსხვავდება ერთმანეთისგან სპეციფიკით და თვითონ თევზის სახეობებითაც. და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სპორტში, რომ განვითარდეს სხვადასხვა თევზთან ჭერა სხვადასხვა ტბებზე, არხები სამწუხაროდ არ გვაქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ სხვადასხვა თევზის ჭერა. ერთ და იგივე ლოკაციებზე ერთ და იგივე თევზის ჭერა, სამომავლოდ საერთაშორისო ტურნირებისთვის ჩვენთვის განვითარებული. ფაქტიურად ჩვენი ყველა ტურნირი ტარდება ერთ სახეობის თევზზე, ან ტურის ფარგლებში ყველა იცის საჭერი თევზი რა არის და უბრალოდ ვეჯიბრებით ვის უკეთესი ტემპი გამოუვა, ხო? ხო, და დათვლაზე რაღაცას ვიჭერთ, ხო? წალკაც იგივე იყო, სიონიც იგივე იყო და სტრატეგიული რაღაცები. ხო, რაღაცა სტრატეგიული მიმართულებები, რომ რა თევზზე გავაკეთოთ აქცენტი და ასე შემდეგ, რაც მე მსოფლიო ჩემპიონატებზე ჭირდება ხოლმე, იმიტომ რომ იქ ბევრი სახეობის თევზია და უნდა გააკეთო აქცენტი რომელიღაცას. რომელზე კონცენტრირდება. კონცენტრირდება და აი ახალი წყალსაცავები ჩვენი ინფორმაციით ამის საშუალებას მოგწევენ იმედია და ამ მიმართულებითაც განვითარდებით. და მაგითო არ უნდა მოერიდო პირიქით რაღაც რომ აი შეიძლება ნახევარი საათით უფრო გრძელ გზაზე გიწევს, თავარია წყალსაცავი დაგხვდეს, სადაც კონკურენცია იქნება, სხვა თევზი იქნება საჭერი თუ თანაბარი პირობები თუ იქნება, ჩემი აზრით აუცილებლად უნდა გატესტო ჯერ და მერე ჩაატარო. ანუ გზა არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ყველაზე დაბალი პრიორიტეტის არგუმენტი, როცა ტბის არჩევას ვახერხებთ. თავარი არის უსაფრთხო მისასვლელი იყოს ტბამდე, ხო, თორემ გზა მნიშვნელოვანია თავისთავად. კი, აქ არის ესეთ კითხვა, იგეგმება თუ არა დასავლეთ საქართველოში ტურნირების ჩატარება. ამაზე გავეცით პასუხი, დაინტერესებული იყვნენ, ფაქტია. რატომ არ ხდება ლოკაციების წინასწარ დაზუსტება და კონკრეტული გეგმით გაცნობა? ანუ კალენდარში ალბათ გულისხმობ, რომ კალენდარში ჩვენ რამოდენიმე ლოკაცია გვიწერია, ხო? ამ შემთხვევაში ალბათ ეს იგულისხმება. ეგ ჩვეული პრაქტიკა არის საქართველოს ჩემპიონატზე. ანუ არასოდეს წინასწარ არ ვიცით. ესა თუ ის წყალსაცავი რა პირობებში დაგვდება, ხო? შეიძლება ნაპირზე იყოს პრობლემა, შეიძლება გზას ქონოდა პრობლემა, მაგალითად სიონში ყოველთვის გვიჭირდა თუ იწვიმდა ვერ გადავდიოდით. შესაბამისად შეიძლება კენკვა არ იყოს იმ პერიოდში, ხო? ამიტომ მინიმუმ ერთი სათადარიგო ტბა გვიწერია ხოლმე და წინა სატურნირე, სატესტო თევზაობების მერე უკვე ორი კვირით ადრე მინიმუმ დაიდება ზუსტი ლოკაცია. დაიდება ზუსტი ლოკაცია, რაც არის რეგლამენტის შესაბამისად. ხო, და წელს მით უმეტეს, რადგან ახალი ტბები გვაქვს ჩასმული, არ ვიცით საერთოდ იქ რა ხდება, ამიტომ არის რამდენიმე ტბა წერია, თუმცა პირველი რომელიც წერია, ვეცდებით რომ მან წარმატებით ჩატარდეს ტურნირები. კი, პრიორიტეტი ენიჭება პირველ ლოკაციას. ესეთი კითხვა, იგეგმება თუ არა ღია კარის დღეები რეგულარულად. ანუ სამწუხაროდ აი რატომ აღნიშნა დროის დეფიციტი გვაქვს ამ კუთხით. ძალიან რთულია აი ამ დროის ცოტა ესე გადანაწილება ერთი შეგვიძლია ზამთრის პერიოდში რაღაცა გავაკეთოთ დიაში და პარალელურად მე ვიტყოდი ესეთ რამეს, რომ საქართველოს თასზე სამოყვარულო ტურნირის ჩატარების დროს, რა თქმა უნდა, იქ როდესაც მოვიდნენ მოყვარულები, ნამდვილად თამყვანი სპორტსმენები არავინ არ დაიზარებს არც კითხვაზე პასუხის გაცემას, არც რჩევის მიცემას. პირიქით ზურგში დაუგებით და ზუსტად მაგიტომ და თუ რამეს არასწორად გააკეთებენ, ვასწავლით და
რა ვიცი, დავეხმარებით ყველანაირად. აი ამ ეტაპზე შემიძლია რომ პასუხი გავცეთ. ხო, ნუ სხვა კუთხითაც გვაქვს რაღაც გეგმები, უბრალოდ სანამ ბოლომდე არ ჩამოყალიბდებით, ამ ეტაპზე არ გავაჭერებთ ამ გეგმებს, თუმცა მაგ მიმართულებითაც ვფიქრობთ და ვმუშაობთ ნამდვილად. ხო, ნუ იგივე კითხვა, როგორ აპირებს ფედერაცია სპორტსმენების ცოდნის გადაცემას ახალბედებისთვის რა? ნუ დაახლოებით შეიძლება 1 საათი რაც ვილაპარაკეთ, დაახლოებით ამ ეტაპზე ერთი ნაწილი ეს არის, ნუ დანარჩენი ნაწილი იგივე სემინარები და სასწავლო კურსები. ხო, ანუ აქ კიდევ ერთი კითხვა სამოყვარულო ტურნირების დაგეგმვასთან დაკავშირებით, ნუ პასუხი გავეცით ამაზე. გვაქვს ესეთი კითხვა, რატომ არ უჭირავს PR-ს საკვანძო ადგილი? ფიდერის განვითარებაში. ვახსენეთ, იმიტომ რომ PR-ს სჭირდება ფინანსები. ამის გამო გავზარდეთ საწევროები, რომ ნელ-ნელა ამ საკითხს მივხედოთ. თუმცა ის რაც შემოვიდა ბიუჯეტში, PR სპეციალისტებს როცა ვესაუბრებით, უბრალოდ სასაცილოდ არ ყოფნით, ანუ რაც მაგალითად წელს შევძელით მთელი წლის PR ბიუჯეტზე გამოყოფა, ერთი თვისთვის კი არა, ერთი ხარისხიანი ვიდეოს გადასაღებადაც არ გეყოფათო ეს. 5 წუთიანი ვიდეოს გადასაღებად არ გეყოფა. ანუ შესაბამისად აი ესეთი ასე ვთქვათ ორი მხარე არის სასწორდეს ხო? და ნუ ჩვენი შესაძლებლობები რაც გვაქვს ეხლა თუნდაც აი ეს პოდკასტი გადავწყვიტეთ რომ ჩვენი რესურსი რაც გვაქვს ჩვენი რესურსებით დავიწყოთ რა ვიცი მივაწვდინოთ ხმა და სპორტი. ხო, ნუ მაქსიმალურად ჩვენი რესურსებით ვეც ხელმისაწვდომი არხებით გავიდეთ მასებზე და ნუ მე მგონი აქტივობას ნახავთ წელს ამ მიმართულებით თქვენ თვითონ. მომავალი გვაჩვენებს. ესეთი კითხვა იგეგმება თუ არა ვიდეო გადაღებები, ლაივები და ასე შემდეგ. სოციმედიის ჩაერთოს. ნუ გავაცით ამაზეც პასუხი იდეაში. აბა აქ რა ხდება? იო, იმ კითხვებს ნახულობ რაღაც საინტერესო, ბევრი შემოდის როგორც უყურებ და მოინიშნე რომ რა ნაბიჯებს გავს ფედერაცია რომ სპონსორების დაინტერესება გაიზარდოს. ხო, ძართულის კითხვა არის ჩვენთვის. სამწუხაროდ ვერ თავაზობთ ვერაფერს, ხო, ჩვენი ანუ აქ ცოტა ისეთი მომენტი არის, რომ გადაასაზრებელია ზოგადად სპონსორების და სპორტსმენების, საერთოდ აი სპორტის მიდგომა. მე მგონი ცოტა ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული, რომ ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ და მხოლოდ ვაძლიერებთ და ერთობლივი რაღაც პროექტები უნდა გავაკეთოთ. წელს მაგალითად აქტიურად ყველა მაღაზიასთან თანამშრომლობთ, იმ კუთხით, რომ ფედერაციის წევრებს მაგალითად ფასდაკლებები აქვთ ამ მიმართულებით და ყოველწლიურად გვაქვს სპონსორებთან ურთიერთობა მაღაზიების სახით, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ მაღაზიებსაც აქვთ რაღაცა თავისი შესაძლებლობების ლიმიტი, ხო, ამ ეტაპზე. მე არ ვიცი ახლა რა იგულისხმებოდა ამ კითხვაში, შეიძლება რაღაც უფრო დიდ სპონსორობაზეა საუბარი იმ კუთხით, რომ ნაკრები დაფინანსდეს მაგალითად და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით ჩვენი მაღაზიები სამწუხაროდ ამაში დიდად ვერ დაგვეხმარებიან. რა ინფორმაცია ჩვენ გვაქვს ასეთ თანხებზე რომ გავიდეთ, საჭირო არის უფრო მსხვილ ბიზნესებთან საუბარი და ხონდა კიდევაც ცდილობები უბრალოდ წარუმატებელი და ამ მიმართულებითაც მე მგონია, აი გადაბმულია ეგ საკითხები, სანამ არ იქნები უფრო ცნობადი და უფრო ფართო მასებზე გასული, გაყიდვადი, ხო? ანუ კარგად გაპიარებული, იქამდე სხვა დიდ ბიზნესებს და ორგანიზაციებს დიდად ინტერესი არ აქვთ. შესაბამისად, მიმული ვართ ისევ PR-ის თემაზე. PR-ს რატო ვერ ვაკეთებთ? იმიტომ რომ სახსრები არ აქვს და ესეთი ჩაკეტილი წრე გამოგვდის, მაგრამ ხო დიდ ორგანიზაციებთან დიდ დრო ეს წრე გავარგვიოთ და გამოვიდეთ. იყო დიდ ორგანიზაციებთან რამოდენიმეშ რაც ქონდა კომუნიკაცია თითქოს თავი და რაღაცა, მაგრამ რომ გაერკვნენ რა ხდებოდა ჩვენთან, უბრალოდ მითხრეს მარტივად რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, იმიტომ რომ ჩვენი სარეკლამო ბიუჯეტი არ არის გათვალისწინებული ანუ ამ კუთხით, რადგან ჩვენ არ გვაქვს სათევზაო პროდუქტები რომ გაყიდვადი გახდეს ჩვენი პროდუქტი, ანუ არ ინტერესდებიან რა. ანუ ზოგადად ეს პრობლემა მარტო საქართველოში არ არის, ჩვენ ახლა მსოფლიო ჩემპიონატებზე რომ დავდივართ, ჩვენ თუ გონია რომ სხვა ქვეყნებში რაღაც განსაკუთრებული ბუმი არის და ყველა დაფინანსებულია, მთლად მასე არ არის. არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ეს სათევზაო აღჭურვილობის კომპანიები განვითარებულები არიან და ისინი აფინანსებენ
აი ამ გუნდებს თორე სხვანაირად იქაც დიდი პრობლემები არის ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყნებშიც კი ფინანსებთან, ასე რომ ესე მარტივად საკითხი არ დგას და ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენი სპორტის, ჩვენ როგორც უყურებთ, ეს არის სანახაობრიობა. ანუ მაგალითად სხვა სპორტის სახეობები იქ მარტივად მოსაზიდი არის ხალხის მასები და შესაბამისად იქ სპონსორებსაც აწყობთ, ხო, ფართო მასებზე გასვლა და ჩვენთან ახლა ისეთი ყურებადი არ არის 5-6 საათი ვიღაცა ზის თევზაობს, აი ეს პრობლემა ახასიათებს ამ სპორტს, შესაბამისად აი ამ იმაში ვტრიალებ. კარგი, ესეთი კითხვა არის თუ არა ფონდების შექმნა საკმარისი საერთაშორისო ასპარეზისთვის. ხო, წელს გეგმავთ ალბათ ვინც დაესწრო ჩვენ შეხვედრას, ანუ გავაჯდერეთ, რომ რამოდენიმე ფონდის გაკეთებას ვფიქრობთ, ერთი იქნება მსოფლიოზე ნაკრების დასახმარებლად, მეორე იქნება თევზის გასაშვებად, მინდა რომ ეს გავაკეთოთ. ნაკრების მხარდაჭერების ფონდი, მეორე არის წყალსაცავების გათევზიანების ფონდი, სადაც ფედერაციის ბიუჯეტიდან ჩავთვალოთ, რომ უკვე არის გამოყოფილი დაახლოებით 1500 ლარამდე აი იმ საწევროების ნაწილიდან და დამატებით ფონდი რო გაიხსნება, იმ ფონდში რაც შემოვონ, მთლიანად ის თანხა გავუშვებთ რომელიმე წყალსაცავის ან რამდენიმეს გასათევზიანებლად და მესამე ფონდი ჩვენ გქონდა სამოყვარულო სპორტსმენების ხარდასაჭერი ფონდი, ანუ ასეთი სამი ფონდი გვექნება, ვისაც ექნება სურვილი, შეუძლიათ ფინანსებით დაეხმაროს და ვისაც არა, შეუძლიათ მაგალითად აღჭურვილობით დამწყებებს, ანუ ამ მიმართულებითაც ხო, ანუ დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ ესეთი რაღაც დამწყებები, რომლებიც სამომავლოდ ფიქრობენ, რომ ჩაებმებიან საქართველოს თასზე პირობითად ან ეროვნულ ჩემპიონატში, რაღაც საპრიზოზე დაჯილდოების დროს ვიღაცამ რაღაც შეიძლება ანკესი გამოყო საჩუქრად, მეორადი იქნება, ახალი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ყველანაირი ესეთი საჩუქარი მივიღებთ და წავახალისებთ მოტივაცია იქნება დამატებით. რაც მოგინდოდა. არა, საკმარისი შეიძლება, არ იყოს, მაგრამ რაც მეტი იქნება საშუალება და ხარდაჭერა ხო, ნაკრებო იქნება, უკეთესი. შეუმსუბუქდება ახლა სპორტსმენს რაღაცა კუთხით რა მაინც და რა სტრატეგიები არსებობს, რომ ფინანსურად ნაკლები შესაძლებლობებს ჰქონდეს სპორტსმენებიც მოხვდნენ ნაკრებში. აი ზუსტად ვისაუბრეთ ახლა აქამდე ჩამოვაყალიბეთ, რომ ის ნაბიჯები რაც თქვით ის ფონდი იქნება, ის გაზრდილი საწევრო იქნება თუ არ იქნება, ანუ ეს ყველაფერი მიყვავს იმისკენ, რომ ნაკრებს შეუწყოთ ხელი და შემოუსრულოთ ეს ფინანსური ხარჯი, რაც მათ უწევთ გადახდა ამდენი წლების განმავლობაში. ეს გვინდა ამის გაკეთება და უგეგმავთ ამის გაკეთებას როდებზე და სადამდე მივათ ეგ არ ვიცი ჯერ ამ ეტაპზე რა. ხო, მონდომება არის, მოტივაცია არის. ხო, ანუ გადავდგავთ ამ ნაბიჯებს და რა შედეგს მივიღებთ, აველოთ, თავი ნახოთ გამოჩნდება. კარგი. კიდე რა გქონდა? ესენი არის. ესენი არის სავარაუდო. არის ესე რა კითხვები შეიძლება გქონოდათ, ანუ ჩემი ისა. მოდი ჯერ ლაივში ნახოთ კითხვები და გავიაროთ. რამოდენიმე საკითხი. ხო, შეგიძლიათ კითხვები გამოვაგზავნოთ, შეგიძლიათ მე რჩევებიც გამოგიგზავნოთ. ხო, რჩევებსაც მივიღებთ, რა თქმა უნდა. კონსტრუქციულ კრიტიკასაც. ასუსვენ კონსტრუქციულ. ალბათ ჩავყვეთ ერთი. რა მინიმალური აღჭურვილობა დასჭირდება დამწყებს საქართველოს თასზე გამოსასვლელად. აუცილებელია რომ გქონდეს ფიდერის ჯოხი, ერთი ჯოხი მაინც. ხო, ერთი ჯოხი, აუცილებელია რომ ფიდერის ჯოხი გქონდეს, თევზის შესანახი ბადე გქონდეს, რბილი ქსოვილით და საცურველია 2 მეტრი პლუს. ხო, და თევზის ამოსაყვანე. თევზის ამოსაყვანე. ხო, დანარჩენი არავის არ ეგონოთ რომ მაინდა-მაინც პლატფორმა მჭირდება, საკმაურისია სკამიც კი ჩვენ თუ გავიხსენებთ როცა ჩვენ ვიწყებდით ხშირ შემთხვევაში ვედრაზეც კი მჯდარ ვართ სანამ სკამები და პლატფორმები გვექნებოდა თუ ვინმეს ესეთი სურვილი აქვს ესეც არ არის პრობლემა უფრო მეტის მე მგონი რომ ჩვენი ბიჭების დაუდგებით გვერდში თუ ვინმეს ეგეთი სურვილი ექნება და ხო პრობლემა ექნება რომ თქვა სკამი არ მაქვს ან რაღაცა შესანახიბადე მე მგონი ჩატში და ჩვენ ჯგუფში რო დაწეროთ პრობლემა არ იქნება რომ ამ შეჯიბრების მცდელობისას რომ ვინმე გათხოვოთ და ამ შეჯიბრზე შეძლოთ გამოსვლა.
მეტნაკლებად წესებიც იქ შეიძლება რაღაცები, იცოდე, რაღაცები არ იცოდე და გვერდზე იქ ადამიანები ბიჭების ხედავ, რომლებიც არიან ნებისმიერ დროს, რა თქვა, გვერდზე შეხედავ ის როგორ აკეთებს, ან თუნდაც კითხვას დაუსვენ და მაგაზე ყოველთვის ყველამ სად არის რომ დაგეხმაროთ. გაუწიეთ პასუხი. რა საკიდან შეიძლება მოსვლა შვილიშვილებთან ერთად რომ მოვიდე შეიძლება? ანუ ტურნირზე დასწრება სულისხმობ და ყურება სამ შემთხვევაში ღიაა ნებისმიერ ტურნირი და შეგიძლიათ ნებისმიერ ტურნირს მოხვიდეთ და დაესწროთ. თუ მონაწილეობას გულისხმობთ ამ შემთხვევაში ასაკი ალბათ რა ვიცი 10 პლუსი. ხო, 10. ანუ აქ ჩვენ ხა იმდენად არ ვზღუდავთ ასაკს, აქ საუბარია იმაზე რომ ვიღაცა უფროსი მაინც უნდა გამოყვეს, რომ თუ არასრულწლოვანი არის ბავშვი, რომ ტრანსპორტირების ამბავი და იქ ხო, ყურადღება რომ მიაქცეს, სწორედ. თუ შეუძლია და თევზაობს, ჩვენ პრინციპში ესეთი შეზღუდვა ასაკზე არ გვაქვს. და ყავს რამდენიმე სპორტსმენი ესეთი. სპორტსმენი. კი ბატონო, ზოგი გაიზარდა უკვე სრულწლოვანიც გახდა. ხო, კი ანუ მივესალმებით, ალბათ 10 პლუსი მაინც. კი. კარგი, ჩავყვეთ. რაო? არტურ მიყვარხარ, სიყვარულს გიხსნიან. მე მინდა და მაინტერესებს სამოყვარულო როდის იქნება რეგისტრაცია. როგორც აღნიშნე, სამოყვარულო ტურნირი, პირველი ტური საქართველოს თასის არის 27 აპრილს, 2 კვირით ადრე. იქნება ანონსი საქართველოს თასის და შესაბამისად პარალელურად გამოცხადდება სამოყვარულო ტურნირზეც რეგისტრაცია. ჩვენ რა რჩეს კომენტარი. იგი პასუხი ეს კი. ამე სასწავლო ჯგუფები ყავთ? ამ ეტაპზე სასწავლო ჯგუფები არ ყავს, მაგრამ სამომავლოდ გეგმავთ, ხო არ? გეგმაში არის, მუშავდება ეს ამბავი და გინდა რომ სამომავლოდ გავაკეთოთ სასწავლო ჯგუფები. ბავშვების ჯგუფები, კლუბები რომ გააკეთოთ და შეასწავლოთ სწორი თევზაობა, თან პოპულარიზაცია, თან ფედერაციის შემოსავლის წყაროთ, თან ახალ გუნდების გაზრის შესაძლებლობა. კი ბატონო, ამაზე თქვით, წერან იგეგმება სამომავლოდ, ძალიან კარგია, ეხლა ეს ჩვენ გქონდა ეს გეგმაში, უბრალოდ სხვა ადამიანების აზრი არ ვიცოდით თუ იყო ესეთი მოთხოვნა რა და ძალიან კარგია, სასიხარულოა ეს ფაქტი, რომ ანუ ფაქტიურად ხო სწორგზას ვატარებთ, კი ბატონო. ავიდანვე სწორად თუ დაიწყებ თევზაობას, იმიტომ რომ ეხა პირად მაგალითზე მახსოვს, რომ უბრალოდ თევზაობდი და გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა და მაგ შემთხვევაში პრაქტიკაში გაბრიელი პასუხობს თუ კითხვას. არა, პასუხობს. იქიდან გვეხმარება. დაცებელზე რას ფიქრობთ, აყენებთ თუ არა წყალსაცავს ზიანს? ჩვენ ახლა იხტიოლოგები არ ვართ ამ მიმართულებით. ხო, ეხლა პროფესიულ აზრს ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენი აზრით რაღაცა ჯიშები არსებობს, რომელიც შეიძლება ზიანი მიაყენოს გარემოს, კი ბატონო. ხო, იქ რაღაცა არის მაგის გამოც, ხო, რა ვიცი, ხო, ვეღარ ვნახე, თუ ჩემთან აღარ ჩანს, ანუ ეს კითხვები იყო, ეგ იყო სულ, ხო? ეს იყო სულ, რა ვიცი, აბა ჩავხედოთ, ხო არა მაქვს მე რამე ისეთი მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება რომ ვინმე საინტერესებდეს. ხო, აი ესეთი რაღაცა ტურნირის წესების შეცვლის შემთხვევაში რა ვადებში მომაწვდიან ინფორმაციას. ტურნირის წესების განახლებას გეგმავთ, იმიტომ რომ ბოლო განახლება 2019 წელს გვაქვს და კიდევ უფრო ახლოს გვინდა რომ ანუ ფიფსეთშიც რაღაცა ცვლილებები იყო წესებთან დაკავშირებით და ჩვენ შესაბამისად გავაკეთებთ ამ ცვლილებას. გვინდა რომ ტურნირების დაწყებამდე უკვე ეს გავაკეთოთ და აუცილებლად დავდებთ ამის განახლებულ წესებს და ანუ ყველა ნახავთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე და ასევე Sport Fishing-ის ჯგუფში. და აიტვირთება ასევე ვებ გვერდზეც. ზოგადად ფეხდაფეხ მიყვებით ხოლმე საერთაშორისო წესებში თუ რაიმე ცვლილება არის,
რაც შეიძლება სწრაფად ავსახავთ ხოლმე ჩვენ ჩემპიონატში ამ წესებს. ჩემი კლუბი როგორ ჩაერთოს ტურნირების ორგანიზებაში? არის ესეთი კითხვა. ანუ იდეაში კლუბებთან დაკავშირებით პასუხი გქონდა გავაკეთეთ, ანუ ამასთან მიმართებაში კომენტარი და თვითონ როგორც ვთქვი, არის რამოდენიმე კლუბს თვითონ შიდა თავისი ტურნირიც აქვს და ორგანიზებას თვითონაც უწევენ შიდა კლუბურ ტურნირებს და ანუ პირველ რიგში ჩვენი აზრით კლუბის სახელით გუნდი უნდა გამოვიდეს საქართველოს ჩემპიონატში ან საქართველოს თასზე და წელს მაგალითად ისე გვაქვს მოწყობილი რომ ყველა გუნდი მეტნაკლებად იქნება ორგანიზაციულ საკითხებში ჩართული ხო ძირითადად ტექნიკურ ნაწილში მაინც შესაბამისად თუ ვინმე სურვილი აქვს რომ რაღაცის ორგანიზებაში იყოს ჩართული თავისთავად მონაწილეობა უნდა მიიღოს პირველ რიგში ამ შეჯიბრში და კომიტეტის ფორმატი გვაქვს სადაც ეროვნულ ჩემპიონატზე რეგისტრირებული გუნდები, იგივე კლუბების კაპიტნები ჩართული არიან საორგანიზაციო საკითხებში, თუნდაც იმ ტურნირების მოწყობის თემაში და ასე შემდეგ. ანუ რაც შეეხება თვითონ ამ კუთხით განვითარების თემას, თასიც იქნება, ეროვნული ჩემპიონატიც იქნება და თუ თქვა რაიმე ღონისძიება იქნება ფედერაციის მიერ დაგეგმილი ეს ფესტივალი იქნება თუ რაც იქნება, ამ ყველაფერში ჩართულები იქნებიან თავისთავად. ფესტივალი რა თქმა უნდა ეს სხვადასხვა ფედერაციების და კლუბების მიერ ორგანიზებული ფედერაცია გვეხმარება თუ არა აღჭურვილობის მხარდაჭერაში ანუ ამაზეც გავაკეთეთ იდეაში პასუხი გვაქვს კი გაცემული სამოყვარულო თემაში შეიძლება თქვათ ეხლა აღჭურვილობას ვერ უყიდით ეხლა ვერავის ფედერაცია ჩვენ უკვე 1 საათზე მეტია ლაივში ვართ და აი და ეს გადავხედოთ კიდე რამე ხო არა ესეც მნიშვნელო ეს არის როგორ გახდა ეროვნული ესეც არის პასუხი გაცემული ეს პასუხი გაცემული გვაქვს დათანხებია საჭირო პირველ წელს სპორტში ჩასართავად ანუ სამოყვარულოს კუთხით თუ ვიტყოდით ხო მინიმალური აღჭურვილობა რაც ჩამოვთვალეთ ჯოხი კოჭა ბადე ამოსაყვანებელი და სკამი აუ ეს არის სულ ну ეხლა ძუა და ნემსკავი რო დაგჭირდებათ და საკვებურა და დასაკვები ნუ შესაბამისად და სატყუ არა არ ვიცი ხა არის ბიუჯეტური აღჭურვილობაც არის ну ხო ну თუ საუბარი არის სპორტში ჩაბმა მაგალითად საქართველოს თასზე ერთ სპორტსმენზე ხარჯი იქნება 300 ლარი ეს რაც არის საწევრო და მოსაკრებელი ტურნირის და ну პლუს ამას რაც იქნება მგზავრობა და რა აღჭურვილობა დაჭირდება თვითონ სპორტსმენს მაგას ხა ზუსტად ვერ გავხდით რა აღჭურვილობას იქნება საჭირო და ვის შეუძლია დამეხმაროს სწორი აღჭურვილობის არჩევანის გაკეთებაში ნებისმიერი წამყვანი სპორტსმენი არ ვიცი უას არავინ არ გეტყვით ზად იქნება ყველა რომ ვისაც არ უნდა გკითხოთ ყველა მოგცემთ რჩევას რამდენიმე მიმართულება არის ერთი მიმართულება ნახეთ ჩვენ საიტზე ან ჩვენ ჯგუფში ჩვენი სპონსორების მაღაზიები მან შეგიძლიათ მიხვიდეთ და თითოეულ ყველა მაღაზიაში აუცილებლად დაგხვდებათ კომპეტენტური კონსულტანტი რომელიც გაგიწევთ რეკომენდაციას თქვენ ბიუჯეტში შეგარჩევინებთ საუკეთესო აღჭურვილობას ერთი გზა ეს არის მეორე გზა დასვათ ჩვენ ჯგუფებში ფორუმზე კითხვა და აუცილებლად ყველა გაგიზიარებთ კონკრეტულ მოდელებზე თავის მოსაზრებას და მაგალითად ისეთი რამე არ შეიძინოთ რაც არ გამოგადგებათ ხო შეცდომები რო არ დაუშვათ და სხვათა შორის დავამატებდი კიდე გარდა მაგისა სპორტ ფიშინგის საიტზე თვითონ ფორუმზე საკმაოდ ისეთი ინფორმაცია დამწყებებისთვის რომ იქაც შეგიძლია ნახო გაერკვიე თავის დროზე მეც როცა ვიწყებდი ну დიდი ინფორმაცია იქიდან მაქვს მიღებული და ну გარდა იმისა ადამიანებს ვეკითხებოდი ბიჭებთან ვისთანაც ურთიერთობა ვეკითხებოდი და ну ნელა უფრო ვიზდებოდი ასე თქვა ну ახალი წყაროც ალბათ ერთ-ერთი თემატიკა ჩვენი პოდკასტების იქნება თუ სურვილი არის ესეთი ალბათ ჩვენს დავიწყებთ ამ თემატიკით ისა რა არის იცი რა ჩვენ დღევანდელ დღეს ძალიან ადვილი და ძალიან მარტივია უკვე ეს ყველაფერი იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა ფიდერში უკვე 10 წელზე მეტია ხო ეს ფედერაცია არსებობს და სპორტსმენებს გამოცდილება დაუგროვდათ თუ რა აღჭურვილობა უნდა
შეიძინონ, ახლა ჩვენ როცა ვიწყებდით ამ თემას, ხო ჩვენთვის ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ იმას ვხედულობდით, იმას და პრაქტიკაში რო ვნახულობდით, ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავდით რეალურად და პრაქტიკაში შეიძლება არ ყოფილიყოს გამოსადეგი რა და მე გროვდებოდა ძალიან ისეთი თანხა იხარჯებოდა ამ ყველაფერში და ეხლა პირდაპირ შეგვიძლია ეს ჩვენი გამოცდილება გაუზიაროთ დამწყებებს და პირდაპირ შეგვიძლია უთხრათ რომ ანუ ეს ჯოხი ეს ამას აკეთებს ეს კოჭა ამასთან დავსებადია ის საკვებურა ის ძუა ის ნევსკავი ყველაფერი შეგვიძლია რომ დაულაგოთ ისე რომ ზედმეტი ხარჯი ავაცილოთ სპორტსმენს და ეს მე მგონი ძალიან მოგებიან პოზიციაში აყენებს უკვე გარდა ამისა გამოცდილებაც უკვე სხვა ლეველზე გვაქვს და ეს გამოცდილებაც რო გაუზიაროთ ემატება თუ მიჩვენებ ხო და ეს გამოცდილებაცაც რო გაუზიარებთ ანუ დიდ დროს და რესურს აღარ ხარჯავს აღარც ფინანსურს და აღარც ეს დამწყები ხო ტურნირების მიმდინარეობას რას ოთხგზელებში ვნახავთ ტურნირების მიმდინარეობას ლაივ ჩარტებს გულისხმობს თუ ვერ მოხდით? ამ ეტაპზე ჩვენ ესეთი პოზიცია არ გვაქვს, რომ ვინმე მყავდეს ცალკე, ვინც ლაივ რეჟიმში გადასცემს ჩვენ სპორტულ შეჯიბრებებს. ესეც სამწუხაროდ, ხო? ესეც ფინანსებთან არის დაკავშირებული, ან რესურსთან ადამიანთან, ხო, იმიტომ რომ იგივე შეჯიბრებებზე ვიღაც ადამიანი უნდა წამოყვეს და 2 დღე 5 საათი მინიმუმ უნდა იაროს ზონებში და გადაიღოს. ენთუზიასტი ესეთი მსურველი ჯერ არ გამოჩენილა, ვინც მოსულიყო ჩვენამდე და თუ არის ესეთი ვინმე, სიამოვნებით დაველაპარაკებით და მივიღებთ და ფინანსურად საკმაოდ ალბათ ძვირი სიამოვნებაა და ამის თანხა ჯერ არ გაკოჩნია. რა ვიცი, მე მგონი ეს არის და თუ გაქვთ კითხვები მზად ვართ კიდე გიპასუხებთ და რა ვიცი, მე მგონი რაღაცა გამოვიდა ის პირველი დაძაბულობა მოიხსნა რა და გვინდა რომ რა ვიცი რაღაცნაირად განავითაროთ სამომავლოდაც სხვადასხვა ეპიზოდები გავაკეთოთ მე აქ შეგვიძლია რომ რაღაც აქ ფოტოს დავდებ რა ის არ ექნება წარწერა Просто ვიტყვი შეიძლება შენი რეკლამა იყოს აქ და Coca-Cola-ის ვინ არის ის თხოვოთ რა რომ რა დაგვაფინანსო რეკლამას გავაკეთე კითხვები არ გვაქვს ფეტის ფორმატზე თუ გქონდათ კითხვები იქ იყო კითხვარში რომ რაღაც მეტნაკლებად ყველაფერი კი ჩვენი აქედან მოგაწოდეთ ინფორმაცია მაინც თუ დარჩა რამე კითხვა ან რაღაც მზად ვართ რომ გიპასუხოთ ხო, აგრეთვე ვინმე თუ არ იცის და გამორჩა 5-6 აპრილს საამურის ტბაზე ტარდება ძალიან საინტერესო კომერციული ტურნირი. ძალიან კარგი სპორტ ფიშინგზე ჩვენთან დევს ანონსი შესაბამისად შეგიძლიათ. დიდ კობრებზე ჭიდილი, რა თქმა უნდა, ერთდღიანია, ორდღიანია, ხო, ანუ არ ის ვიგულისხმევ, რაღაცა რეიტინგული ის არ არის და ერთადერთი კომერციული ტურნირია, რომელიც, რა ვიცი, საკმაოდ საინტერესოა. დიდ კობრებთან, თან სეზონის გასწნა დიდ კობრებთან და შაბათ-საღამოს ბანკეტით და რა ვიცი. მოკლედთან სრულიად კომერციულ ტურნირებში მონაწილეობა მიიღოს ორგანიზატორებს დაუკავშირდით. ორგანიზატორები არიან გამოცდილი სპორტსმენები, 10 წლიანი გამოცდილების ტურნირების ორგანიზებაში. და ძალიან კარგი ადამიანები. ჯერ მარტო რამ ხელა სიამოვნებაა რომ ეგეთ ადამიანებს მოუგებ და გადააიღებ. ეს ყველგან მოგებ. ყველას მოუგებ. დამატები ახალ თქვა ახლა შემოსული და ახალი სპორტსმენისთვის კიდე დამატებითი მოტივაცია. თავარი სიამოვნება მონაწილეობა უნდა იყოს. მოგება ეხლა წაგება ძმები არიან და ანუ ამ საზოგადოებრივ ნამდვილად ეხლა ვისაც არ ქონია ეს ბედნიერება მობრძანდით რომელიმე ტურნირზე მონაწილეობას თუ ვერ მიიღებთ უბრალოდ დაესწარით მაინც და ატმოსფერო ნახეთ იქ როგორი ტრიალებს შეიძლება ვიღაცა საერთოდ არ თევზაობდეს მაგრამ ძალიან სიამოვნებდეს აი ამ ატმოსფეროში ყოფნა და ესეთებიც ყავს ასე რომ სადეთ უბრალოდ ვისაც უყვარს თევზაობა მოსვლა და ნახვა თქვენი საკუთარი თვალით თუ რა არის სპორტული თევზაობის შეჯიბრი
შემდეგი ჩართვა როდის გეგმება, მიახლოებით და რა თემებზე იქნება. არ ვიცით, ვერ გეტყვით. ანუ კონკრეტული აუცილებლად იქნება. ხო, აუცილებლად გაგრძელდება, რაც ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა იყო, წამოიჭრა ახლა აქ რასაც ხედავ, რაც мотиваციას მოგცემს სამომავლოდ, რომ ეს ფორმატი გაგრძელდეს რა და ანუ პირველ რიგში კითხვები თუ ვინმე ახლა ლაივში ვერ უყურა და მოგვიანებით ნახავს და კითხვებს დაწერთ სამომავლოდ არა აქვე მე ჯგუფშივე გაგცემენ პასუხს დარწმუნებული ვარ სამომავლოდ ჩვენც ჩავინიშნავთ და ლაივში ვისაუბრებთ ამას აგრეთვე დაწერეთ თქვენი სურვილები თუ რაზე გინდათ რომ ჩვენ პოდკასტები რა თემებზე ვისაუბროთ რომ თქვენი სურვილების გათვალისწინებით დავიგეგმოთ ჩვენს შემდეგ თემებს. რომ საინტერესო იყოს თქვენთვისაც და ჩვენთვისაც мотиваცია იქნება, რომ იმ თემებზე მოვამზადებთ გადაცემას, რაც მნიშვნელოვანია და საინტერესოა მსმენელისთვის, სპორტსმენებისთვის, დამწყებებისთვის და უბრალოდ მაყურებლისთვის, რა ვიცი. ხო და რა ვიცი, მადლობა ყველას და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა საინტერესო კითხვებისთვის და მომავალშიც შეფასებები არ დაიზაროთ. კი, თქვენი უკავშირი ძალიან არ დაიზაროთ გაზიარებებიც ასევე ლაიქები და როგორი თხოვენ ხოლმე. აი ხა ანუ სოციალური ქსელები გვაქვს და ნელ-ნელა ჩავამატებთ, მე უნდა გამოიწეროთ აუცილებლად. ხო და ისევე ჩვენი სპორტის განვითარებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი. აი TikTok-ზე ვერ გავედით, იმიტომ ლაივში რომ არ გვყავს ჯერ 1000 გამომწერი. ანუ ახალი შექმნილია რა თქმა უნდა ჩვენი არხი და შესაბამისად აქედან გამომდინარე. ანუ ამაშიც უნდა დაგვეხმაროთ, რომ სხვადასხვა პლატფორმებზე, YouTube-ზე და აუცილებლად რამდენიმე პლატფორმაზე რომ გავიდეთ, ახლა მხოლოდ Facebook-ზე გამოვედით, პარალელურ რეჟიმში შეგვიძლია რომ იქაც გავიდეთ და უფრო მეტი ადამიანი გნახავს და უფრო მეტი ადამიანი შემოვა სპორტულ თევზაობაში და სპორტულ ფიტნესში რა. ხო, თუ ვინმე არ არის გაწევრიანებული, Instagram გვერდი აქვს ფედერაციას, TikTok-იც არის, Facebook-იც არის. კი ბატონო. გაწევრიანდით და ლაიქით და აშიერეთ. მოგეთ ის მითი რომ ჩაკეტილები ვართ, ხო, ნამდვილად ინგრევა და ჩვენთვის დიდი ხანია დანგრეულია, მაგრამ რა ვიცი. ხო, რა ვიცი. დეგას წარმატებები თქვენ და ჩვენც. ყველას წარმატება. წარმატებები. შეხვედრამდე.